მოგესალმებათ ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტოს ნორჩი ჟურნალისტი და ახალი ქართული გიმნაზიის მოსწავლე ელენე ცხრავაშვილი. დღეს ჩემი მეორე სიუჟეტია და მინდა უფრო ორიგინალურად შემოგთავაზოთ ეს ყველაფერი. დღეს ჩვენ ვიხილავთ თუ როგორ მიმდინარეობს გადაღებები და ლექციები. თეორია, პრაქტიკა და რაც თავარია მიკროფონთან მუშაობა. ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდა გადაღება და მაყურებელსაც უთუოდ აინტერესებს როგორი გამოვა ეს სიუჟეტი. ცესილი, ხელავდი ამ გადაღების დროს, როგორც ვიცი, ეს მეორე გადაღებაა შენთვის და რაღაც გამოცდილება შეიძინე. ხელავდი, მართალია მეორე გადაღებაა, მაგრამ მაინც ცოტა ასარღებებელი პროცესია გადასაღებ მოედანზე როცა ხარ. დიდი მადლობა. ახლა კი ჩვენს რესპონდენტს გავესაუბროთ. როგორი შეგრძნება იყო რესპონდენტი? უცნაური შეგრძნება, ნამდვილად პირველად ვარ ამ ამბულვაში და მინდა გითხრა რომ ცოტა ვინერვიულე, მეგონა რომ არ ვინერვიულებდი, ბუნებრივად ვიქნებოდი, მაგრამ თურმე რაღაც მაინც შინაგანად ყოფილა განცდა. მაგრამ ძალიან სასიამოვნო ამავდროულად. ვისურვებდი რომ ხშირად ვიყო ხოლმე რესპონდენტი და ინტერვიუები აიღო ჩემგან. ვფიქრობ, ეს უკვე ტრადიციად იქცევა და ძალიან ბევრი ინტერვიუს უნდა მოველოდეთ და შეგვიძლია გაკვეთილებით შევწაროთ და დეტალურად ვაჩვენოთ მაყურებელს ეს პროცესი. ჩემი მოგზაურობა გრძელდება. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. გრძელდება და მოდით ვნახოთ რას მოწყვიან ჩვენი დღევანდელი რესპონდენტები და როგორც ხედავთ უკვე დღეს მეორე სიუჟეტიც ჩაიწერა. მარიამ, როგორც ვიცი, ეს შენი მეორე სიუჟეტია. როგორ გრძნობ თავს? ძალიან კარგად. ჩემი პირველი სიუჟეტი იყო ძალიან ემოციური და რა თქმა უნდა ძალიან კარგიც. და რამდენად რთულია იყო საინტერესო რესპონდენტი? მე ვფიქრობ, როდესაც საუბრობ შენთვის საინტერესო და საყვარელ საქმიანობაზე, ამ შემთხვევაში რესპონდენტობა რთული არ არის. ამ შემთხვევაში ჩემთვის რთული ნამდვილად არ იყო თქვენი რესპონდენტობა, იმიტომ რომ მე ვსაუბრობდი ჩემს საყვარელ სკოლაზე, რომელიც სკოლა ჩემთვის არის მეორე ოჯახი და ვესაუბრებოდი ჩემს საყვარელ მოსწავლეებს. ამდენად დღეს ჩემთვის პირიქით რთული არ იყო, იყო ძალიან კარგი და ძალიან სასიამოვნო თქვენთან რესპონდენტი. სიუჟეტი ცოტა განსხვავებული, უცნაური, მაგრამ ძალიან სასიამოვნო იყო. ვიმუშავე გადასაღებ მოედანზე როგორც ჟურნალისტმა, ოპერატორმა და ასევე შევაგროვე ფოტო და ვიდეო მასალა. ჩვენი სიუჟეტი დასასრულს უახლოვდება და მინდა ჩვენს მომავალ გეგმებზე ვისაუბრო. ვფიქრობ, რომ ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტო და ახალი ქართული გიმნაზია ბევრ ახალ სიურპრიზებს შემოგთავაზებენ. ჩვენ გვექნება ჩვენი პავილიონი, კამერა, ფოტო არქივი და ასე შემდეგ. ამისთვის ძალიან დიდ მადლობას ვუხდი სკოლა ახალ ქართულ გიმნაზიას და ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტოს. თქვენთვის მუშაობდი მე, ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტოს ნორჩი ჟურნალისტი და ახალი ქართული გიმნაზიის მოსწავლე ელენე ცხრავაშვილი.